მოგესალმებით, მე ვარ გიორგი სარიშვილი და თქვენ უყურებთ უხეშ ტესტ დრაივს. დღევანდელ ვიდეოში თქვენ ნახავთ Honda Accord ჰიბრიდს. მოკლედ სანამ მანქანაზე გადავალ, სანამ უხეშ ტესტ დრაივს დავიწყებ, ეხა გეტყვით თუ რატო გადავწყვიტეთ, რომ აკორდი გადაგვეღო. იმიტომ რომ აი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობას შეგვცეს. Honda-ს მანქანა თართული რატო არ იყებო? Honda არ იყო ფიტი, იმენა 3 ფიტი ყავდა მოყვანილი იმენა, ვაბანეთ როგორც შეიძლებოდა ისე. ერთი სიტყვით მე დიდად ეხა Honda-ების მოყვარული არ ვარ, აქვე გეტყვით, არ ვარ, მაგრამ ხალხის მოთხოვნა იყო და Honda გვინდაო. ასარჩევად გქონდა, მე ვფიქრობდი რომ გადაგვეღო აკორდი. და Insight, იმიტომ Insight რაღაც ძალიან მომრავლდა და ბევრი დადის. თუმცა კონკრეტულად Honda Accord-ზე უფრო ბევრი კომენტარი გვხვდებოდა და უფრო ბევრი ადამიანი წერდა პირადში, რომ გადაიღეო აკორდიო. ნუ გადავწყვიტეთ რომ აკორდი გადაგვეღო, მაგრამ ჩვეულებრივი აკორდი არ მინდოდა, იმიტომ რომ აი რა უნდა გადამეღო ჩვეულებრივი აკორდზე. ამიტომ ჩვენ შევარჩიეთ ჰიბრიდი. ჰიბრიდი უნდა გადავიღოთ აი ეს შავი Honda Accord. ჰიბრიდი იმიტომ გადავწყვიტე რომ რაღაც ეკონომიურობას მაინც გავიგებთ, რაღაცას ყოველდღიურობაში როგორია მაღაზიაზე მაინც ვისაუბრებ და ღირს თუ არა ყიდვა თავის ფასთან შედარებით კარგი მანქანა არის თუ არა, მაგას მაინც გავარკვევთ დღევანდელ ვიდეოში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ანუ Honda-ს ფანი მე არ ვარ, Honda ვიცი მე S2000-იც, RX-ებით რო დავრბოდით ბავშვობაში, აი Honda მე ვასება, ვიტეკის განგრეული ხმა რო იყო, აი აი Honda მესმის, მაგრამ აი თანამედროვე Honda-ები ანუ ვერ მომხიბლა, ანუ ვერ დამკერა, ვერ შემაყვარა თავი, ვერც ისე ვერანაირად. თუმცა ეგ არის მეორე ხარისხოვანი, დღევანდელ ვიდეოში მაინც მოხდა Honda Accord ჰიბრიდი და დღეს ვეცდებით გავეცნოთ ამ მანქანას, ანუ რა უნდა Honda საით მიდის და საით მიშხუილებს ჩუმად, აი თავისი ხმით. აი მაგ ხმით. გავიგეთ რომ Honda პარალელურ სამყაროში მაგარი მანქანა. კი ბატონო, მესმის, მაგრამ ჩვენ ავდებთ ვიდეოს ინგლისურად ან რუსულად რომ რაღაც სოფლიო გვიყურებდეს. ჩვენი ტესტ დრაივები მორგებულია საქართველოზე, ანუ ქართულ ენოვან ხალხზეა მორგებული. ჩვენ რეალობაზეა მორგებული. ნუ ეს Honda Insight-ი კი ბატონო, აი ცოტა მოეყარა ეს ძველი მოდელები რაც იყო, კვაზი უნდა სადაც კუბოს რო გავს, ეგენი კი დარბიან ჰიბრიდი, კმაყოფილია ხალხი და რავი მოწონთ. აკორდიც უკვე ნელ-ნელა შემოდის, აი შემოდის ნელ-ნელა უკვე ვისაც ჰიბრიდი უნდა, ფიქრობენ რომ აი Camry-ს არ ვიყიდი და მოდი Accord-ს ვიყიდიო. აი მაგაში ცოტა ლოგიკა არის. ზუსტად ამ ვიდეოს ამოცანა და დანიშნულება ის არის, რომ გავიგო ეს მანქანა შემაყვარებს თავს ისე რომ აი ისა Toyota Camry დავიკიდო თუ პირიქით შემაზიზღებს თავს და პირიქით Toyota Camry-სკენ წავალ. ან ნებისმიერი სხვა ჰიბრიდისკენ. თუმცა ზომას ახლა კადრში ალბათ ნახავთ, რომ ეს არც თუ ისე პატარა ავტომობილი არ არის, ჰიბრიდები უკვე ძალიან ბევრი არსებობს, SUV-ც არის, რაღაცა პატარა SUV-ც არის, hatchback-ები არის, სედანებია ჩვეულებრივი და ასე შემდეგ. ეს უფრო Toyota Camry-ს იმიტომ მივამსგავსე და გავს კი არა და კონკურენტია, იმიტომ რომ ზომებში რაღაც ერთმანეთთან ძალიან ახლოს არიან. შეგვიძლია დავიწყოთ, ეს კონკრეტული მოდელი არის 20-21 წლის, ანუ თითქმის ახალი ავტომობილია, რამოდენიმე წლის არის და შავ ფერში არის წარმოდგენილი. მოდი დავიწყებ ვიზუალით, როგორც მიყვარს ხოლმე. აი მე როგორც მიყვარს, ეგრე დავიწყებ ვიზუალით. მაგრამ რო არ გამომრჩეს, უღრმესი მადლობა პატრონს, რო გვათხოვა ეს მანქანა, იმიტომ რომ მართლა ძალიან ბევრი ადამიანი მწერდა, რომ აი აკორდი გადაიღეო და აი აქ არის დღევანდელ ვიდეოში. ცხვირი მომწონს, ანუ მარტივად და კონკრეტულად გეტყვით რომ ცხვირი მომწონს. და გეტყვით რატომ მომწონს? ცოტა ბრუტალური ვიზუალი აქვს, ანუ რაც უნდა გასაკვირი იყოს, აი ჩემი პირიდან ეგ ჩემი ენა გადატრიალდა და თქვა, იმიტომ რომ რაღაცნაირი აგრესიული ცხვირი აქვს, ეს დიდი უზარმაზარი ფარი რომ მოდის, ნუ რაღაც ცოტა დასტოინი არის, ანუ თვალს მოგჭრის, ანუ გახედავ, რა ხდებაო, იტყვი, იკითხავ. ამ მანქანაზე ხა ტუჩი აყენია, აი აქ ტუჩი აყენია. ეს ტუჩიც მომწონს.
ანუ ერთადერთი მე არ მიყვარს ხოლმე ჰიბრიდებზე რომ რაღაცები აყენიან მოსპორტულო ელემენტები რო აყენიან ხო დიდად ვერ ვკაიფობ იმიტომ რომ თუ ჰიბრიდი ყავს და თუ გინდა რომ ჰიბრიდი ყავდეს აი ზედმეტი რაღაცებით პირიქით აეროდინამიკას უფუჭებ და ის წვას აფერხებ ანუ აფერხებ გულისხმობ იმას რომ წვა ემატება მანქანას ამიტომ ჰიბრიდზე ეგეთ რაღაცებს ვერ ვამუგამებ ხოლმე თუმცა ეს ტუჩი უხდება მანქანას ფარი ტყუილად არ ვახსენე ანუ დიზაინერებმა რა ვიცი, კარგად მოხატეს, ანუ კარგ ხასიათზე იყვნენ ეთყობა და მართლა ამაზე გამოვიდა. ასევე ეს წინა ცხაურის ზედამხარე, ეს შავი რო აქვს და შავი-შავშია, ეგეც უხდება, იმიტომ რომ სხვა აკორდები თუ ყავთ ნანახი, ეს სხვა ფერია ხოლმე და ნუ ისე რა არის. ერთი სიტყვით ცხვირი მართლა მომწონს, აი გულწრფელად გეუბნებით, ზედმეტია გატრაკების გარეშე, ამ მანქანის, აი კონკრეტულად აი ამ მანქანას რო უყურებ, მომწონს. ყველაფერი შავშია, ცხაურა შავია, აქ გრილი რაც გვაქვს ამ ცხაურის, ანუ ყველაფერი წინა ცხვირი შავშია და აი ეს მონახაზი, აი ეს რო აქ ჩამოდის, მე თითქოს ოთხკუთხედივით არის და იქით რო გადის, ანუ რაღაც აი როგორ გითხრა, მანქანის წონას გრძნობ თითქოს, აი რო შეხედავ და წონას რო გადმოსცემს მანქანა, ანუ ვესი რა, ანუ წონა იმას კი არ ვიძახი რომ მძიმეა, ანუ აი რაღაცა წონიანი სიფათი რო აქვს, მაგ შემთხვევაში აი ამ მანქანას ეგეთი ცხვირი აქვს და მომწონს. მაგაზე ხმას არ ვიღებ. ეხლა გავაგრძელოთ აი ამ მამაძაღლობებზე, რომელსაც თქვენ ხედავთ, აი ეს კარნიზი. ეს კარნიზი აშკარად შესაღებია, პლასმასის არის, არანაირი კარბონი და არც ტყუილი კარბონი, პირდაპირ არის მიყენებული. ამაზე ვიმუშავებდი, თუ ვაყენებ, აუცილებლად უნდა შეღებო, იმიტომ რომ ძალიან ცუდი პლასმასის ვიზუალი აქვს. აქაც რაღაცეები მიმატებული აქვს, აქ წვეტი აქვს, შეიძლება თვალი ამოითხარო. ერთის რაღაცა ალიბაბა თემუს იმაშია ამოწობილი ეს რაღაცა, ფასდაკლებაშია მოხვედრილი რაღაცეები აშკარად. ნუ ეს ჩემი პირადი აზრია, შეიძლება ბევრს მოწონდეს, მაგრამ აი ჰიბრიდზე აი ესეთ ჟაბრებს, აი ესეთ რაღაცებს ვერ უმღან მე პირადად. ანუ ეს არის მარტო ჩემი სუბიექტური აზრი, ხა თქვენ შეიძლება მოგწონდეს, მაგრამ ჰიბრიდი როცა არის, აი ძალიან აი როგორ არის, რაღაცას არ უნდა გადააბიჯო, რაღაც ხაზი არის, რაღაც საზღვარი არის, წითელი ხაზია, რომელსაც აი red flag-ია, იმის იქით აღარ უნდა გადახტე. ამ შემთხვევაში ჩემი აზრით ცოტა გადაჭარბებულად აქვს რაღაც ნაწილები მიყრილი. იგივე შემიძლია თქვა აი ამ პლასმასზე, რომელიც შესაღებია და ფარშევანგივით არის და დისკი ოდნავ შიგნით არის, აი რაღაცებს ვერ ვამუღამებ. რაც შეეხება უკანა ფარებს, ეს ქარხნული ფარები არ არის, აქ რაღაცეები ხდება, ყველაფერი ერთად ინთება. მე რა თქმა უნდა ღამე გადავიღებთ და ნახავთ თუ როგორ ინთება. ეს აუდის რო შეშურდება ისეთ. ესეც გემოვნების ამბავია. შეგიძლიათ ესეთი დააყენოთ ავთერმარკეტი ან ქარხნული. მე მაგალითად ესეთ მანქანაზე უფრო ქარხნულისკენ წავიდოდი. თუმცა, ნუ ჩემი მანქანა არ არის და ამ მოცემულ სიტუაციაში ესე არის აწყობილი. ფერი სხვათა შორის ფერი მინდა აღვნიშნო, შავი ფერი ამ მანქანას უხდება, იმიტომ რომ სხვა ფერის აკორდების ნანახი მყავს და ის შავი თითქოს უფრო ცოტა სიმდიდრეს ზენს ამ მანქანას მარტივად რო თქვა. ეს სპოილერიც მერი არის დაყენებული, აქ ტურინგი არ მინდა გამორჩეს, იმიტომ რომ ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო კომპლექტაცია და ნუ ნავაროტები, რაც ჩვენ გვევასება ხოლმე ამ მანქანას ბევრი აქვს, ვიდრე სხვა კომპლექტაციებს. ამიტომ კარგი მანქანა შეხვდა. აკორდი Honda-ს ლოგო, აქაც ესეთი ამრეკლი რაღაც ფარები, ყველაფერი ხდება, ქვევით აგერ დიფუზორი, ეს უნდა შევხედო ერთი. ესეც 1 ლიტრს მიამატეს. დიფუზორი. შუშის სპოილერი, აქ შუშის სპოილერი. სხვათა შორის შუშის სპოილერი ბევრ მანქანაზე მომწონს ხოლმე. თითქოს რაღაც ჭერს აგრძელებს და კარგი. ანუ ისე ვიქნევდივარ რა, აი უნდა მიადო, ნახო, ეს უხდება, არ უხდება, ეს უხდება, არ უხდება. აი რაღაცებს დავტოვებდი, აი მაგალითად წინა ტუჩი მართლა მომწონს, დავტოვებდი, შუშის სპოილერსაც ალბათ დავტოვებდი, მაგრამ აი ამ დანარჩენ რაღაცებს ცოტა ვერ ჩავწვდი. აი უკანავს აი ეს არ მომეწონა რა და ის შესაღებია, ის რო შეიღებება, ალბათ უფრო მომეწონება. მაგას რო თავი დავანებოთ, შეგვიძლია უკვე ნელ-ნელად ჩავждეთ. სალონიც საინტერესო აქვს ამ მანქანას, მინდა ვისაუბრო სალონზე. სივრცე რამდენად ტევადია, იმიტომ რომ ჩვენ გვახსოვს, რომ Toyota Camry, ნუ საკმაოდ დიდი ინტერიერი აქვს. ანუ საკმაოდ კომფორტულად ვატარეთ Camry, უბრალოდ აი რაღაცა სიარულის დროს იშლებოდა, ეჭყრიალებდა, მაგრამ ნუ სივრცე ქონდა, რასაც ვერ დაუკარგავთ Toyota-ს არის, რომ სივრცე ქონდა. ნუ მერე კიდე მეორე საკითხი არის, რომ აი ეს Honda რამდენად გამძლეა ყველა კითხვას. ეხლა ყველა მინუსი არ ვიცი მე Honda-ს, მაგრამ Honda-ზე მე არავისგან არ გამიგია, არც ერთი პატრონისგან არ გამიგია, რომ Honda ვიყიდე და გამაწვალა ამიზად ანუ ეგეთი რაღაც მე არ გამიგია და ყოველთვის გამძლე ძრავებით გამოირჩეოდნენ. აი ხა თუ ძალით გახეთხავდი და იქა რა ქვია 10 და 12 ატრიალებინებდი ძრავს, რა თქმა უნდა გაფუჭდება, მაგრამ აი Honda-ს ძრავები იყო ყოველთვის ერთ-ერთი გამძლე ძრავები.
What's wrong with this car? Oh, here we go. There we go. Honda ზრავაში ავი ტიპები ხარაშს ყრიდნენ, ქვებს ყრიდნენ, რა ვიცი, რძესას ყავდნენ კლინტიანს და რავი, ყველაფერს იტანდა, ფეხებზე ეკიდა და ყოველთვის ეგრე იყო და დღესდღეობითაც მე ადამიანისგან არ მეგულება ეგეთი ადამიანი სამეგობროში, ან სანაცნობოში, ვინმე ეთქვა, რომ Honda მყავს და ის უფუჭდება, დამტანჯა, ის ქნა, ეს ქნა. თუმცა იაპონელები, მაგარი შენძრეულები არიან, იციან რომ გამძლე მანქანები უნდა გამოუშვან და ბევრი რაღაცეები არც აქვს. აი, ნავოროტებს არ უკეთებენ. როგორც ადრე იყო, ზუსტად ეგრე აგრძელებენ. რა, აი, მარტივ მანქანებს გთავაზობენ, ფანრიანი Nokia-სავით, ერთი ფანარი რო აქვს და რა უნდა გაუფუჭდეს მომენტ. ანუ არაფერი ისეთი არ აქვს, რომ გაუფუჭდეს და ეგ ამორტიზატორი რაღაც დაეცა და დილით გამოხვედა და პადუშკები არ მუშაობს და აგდია და ასე შემდეგ. ამიტომ აი ეგ რაღაცეებიც ჩემთვის დიდი მინუსია, იმიტომ თანამედროვე სამყაროში უფრო მეცითხოვს ხალხი. ნუ თავისი რაღაცა ბაზარი უჭირავთ, იციან თავისი ადგილი, არატრაკებენ და დაუთმეს ამ ევროპელებს, მე ეგრე მგონია, რომ რაღაცა კონკურენციაში აღარ შედიან, იმიტომ ვერაფერს ვერ დავარქ. აი დღესდღეობით რომ გადახედო, ყველაზე მაგარ მანქანებს ვინ უშვებს და არიან გერმანელები, აი ეს ადით და მიჩევს. ანუ თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ ყველა მანქანა პირადი ამერიკული მყავს, მაგრამ ობიექტურად რომ შევაფასოთ მანქანები და ბრენდები გერმანულებს ანუ ვერ ჯობია ვერავინ. რამდენის გინდა წერეთ, ახლა BMW და Mercedes-ი და ეს იმენა BMW-ში ნიკია. ყველაზე მაგარ მანქანებს უშვებენ. იაპონელები გამოირჩევიან იმით, რომ მაგარ გამძლე მანქანებს უშვებენ, მაგრამ მე ვთვლი, რომ მაგის ხარჯზე უშვებენ მაგარ გამძლე მანქანებს, რომ აი ზიშოვია, დაბალხარისხიანია და არ ფუჭდება, ინოვაციას თითქოს არ გთავაზობენ. ეხლა ვიღაც დაწერს, რომ რასატრაკებო Lexus-ი ესეთი, აი Lexus-ისა და აი იმდენი ღირს, რომ რავი, ალბათ Mercedes-ის სალონში რომ მიხვიდე ყველა მანქანას და BMW-ის სალონშიც რომ მიხვიდე ყველა მანქანას გამოიყვან ერთი რამე ახალი Lexus-ის ფასად. ამიტომ ანუ მაგას საერთოდ არ ვთვლი, რომ სწორ გზას ადგანან. მე ეგრე ვთვლი. ეხლა შეგვიძლია დავქოქოთ ეს Honda, ბევრი რო არ გავატრაკოთ, ცოტა გავიაროთ, ინტერიერზეც ვისაუბროთ, როგორ დადის მაგაზე ვისაუბროთ, რამდენად ტევადია, ეგ მაინტერესებს და რა თქმა უნდა, ეკონომიურობაც გავიგოთ, რამდენად ცოტა სწორს და რამდენად ეკონომიურია. ეხლა ამ მანქანით გაზაობას რო არ დავიწყებ, ალბათ თქვენ ხვდებით, ტრეკზე რო არ წავიყვან და სულ სამოხდი, ალბათ ხვდებით, რომ მაგას არ ვიზავ. მე მაინტერესებს ყოველდღიურ ცხოვრებაში როგორი მანქანაა, აი რამდენად მომეწონება და რამდენად რბილია. ჩავждეთ, ამოვისუნთქოთ, ცოტა დავწყნარდეთ, ჰელი დავლიოთ, შიგნით ცივ-ცივი გველოდება და შეგვიძლია გავიაროთ. წავედით. Camry იმენა, უბიც AliExpress-ების ბოია აქ. ჯო თავის ადგილასაა, რა თქმა უნდა, ნუ თქვენ GS და უხეშის ჯოს ხშირად ხედავთ ხოლმე, იმიტომ რომ ეს არის პირდაპირ ჩვენი უხეში და GS-ი. მაგრამ სხვა ჯოებიც არის, სხვა არომატებით, სხვა სურნელით და შეგიძლიათ სხვაებით შეიძინოთ ხოლმე თუ მაინც და მაინც ეს არ მოგწონთ. თუმცა ჩვენი პირადული, ჩვენი პატარა სავიზიტო ბარათებია GS-ი და უხეში ჯოები. თითქმის ყველა ავტომობილში 99%-ში კეთდება. 99%-ში იქ არის 1-2 თანამედროვე, რომელსაც უკვე ისეთი გრილი აქვს, ისე უბერავს, საშენთ თომები საიდან გიბერავს CV ჰაერი ან გათხოვა ფეჩი. გამოვედით ამ ჩვენი აკორდით და მინდა გითხრათ, რომ საკამაოდ რბილია 19-იან დისკებზე. აი, რავი, მივსისინებთ, როგორც ვიტყვით ხოლმე ავტომოყვარულები, აი ბულკივით დადის. აი, მართლა რბილი მანქანაა და როგორც ვთქვი, სივრცეც არანაკლები აქვს. საკაიფოძი ვარ, ჩაწოლილი ვარ, წამოვწექი, ეხა პატარა ბალის დავიდებ და შეიძლება წაუძინო. დინარაძეც ეტევა, რაც თავარი ეგ არის. დინარაძე ეტევა სახურავს, ანუ ჭერს თავს არ ურტყავს და ყველაფერი რიგზია. პირველი ეფექტი რო ჩავჯექი, ნუ ეს ტურინგი რო კარგი კომპლექტაცია, ანუ შევატყე რომ მართლა ნორმალური სალონი აქვს მისაღები. მისაღებ სალონში იმას გულისხმობ, რომ ეხა აქ S-კლასის სალონს არ ველოდებით, ხო? ყველა შევთანხმდით, რომ აქ S-კლასს არავინ არ ელოდებოდა. მაინც დაბალი საფეხურია ეს ავტომობილი, ნუ არ არის ძვირიანი მანქანა და ეგეთ მანქანებს შეგვიძლია შევადაროთ. მაგიტომ Camry-ს პირდაპირ ვიძახი ხოლმე, შევადაროთ Camry-ს. პირველი Camry-ს უადარებთ, რა არის? ბარი უნდა გავამოძრავოთ, იმიტომ რომ Camry-ზე რო ეს ფეხს მიარტყავ ბარს, მეორე მხარეს ვინძის, იმას ხვდება ბარი ფეხში.
ანუ არ ვიცი რითია დამაგრებული. სუპერ წებოთი არის დამაგრებული, რომელიც ფუჭდება სიცხეში ალბათ. იმიტომ ყველაფერი მოძრაობდა. აქ არაფერი ისი არ მოძრაობს, რაღაც ტვინი გაგიბურღოს. აი, რავი, არაფერი ისი არ მოძრაობს. აი, კიდე მოძრაობა, ვეჭაჭკური მასაც. ანუ არაფერი, ყველაფერი არის დაფიქსირებული ისე როგორც უნდა იყოს. აი, როგორც უნდა იყოს. ზევით არც თუ ისე რბილი მასალა, ქვევით იმენა პლასმასი, შეიძლება მუხლი ჩაშკიდან ამოიგდო, რაღაც გაიფუჭო, მენისკი აიკიდო. ეს ხის ფაქტურით რო არის რაღაც პლასმასი, ნორმალურია, ეხა რაღაცა მუხას არავინ არ მოგიჭრით რო აქ აკორჩი ჩაგიდონ, მაგრამ ნორმალურად გამოიყურება. რა არის ეს? ეგ ისა აქ გაყვანილობა არის, რა ქვია, ლევიდენია განმო შეიძლება დენმა დაგარტყას ეს მერე ჩაყენებულია, მაგას ყურადღება არ მიაქციათ. ეს დავაწყოია? არა, ძმაო, ესეც დაყენებულია შიფტერზე, ეს დიდი შიფტერი. იმენა 6 litrაზე რო გაიყვანო წვაზე, ამითი შეგიძლია შიფტო. მონიტორი არ შეიძლება რომ ყურადღება არ გავამახვილო ამ იაპონურ მონიტორებზე. აი, ტვინი ეს რა, ანუ რა არის ხა, რა უბედურობა არის იმენა, ეს რა ხდება. რას გავს და Toyota-ს მონიტორს გავს. ისეთი შტაბეჭდება მრჩება, რომ რაღაც კომპანიას უკვეთავენ ტიპები მზა მონიტორებს დებენ და მე ჩვენ ეს გვინდა შეუკვეთავენ და მოაქვთ პარტია, აი საბითუმო ფასში იღებენ და აყენებენ ავტომობილებში. ანუ მართლა ეგეთ შტაბეჭდება მრჩება, იმიტომ რომ არაფრით განსხვავებული არ არის, აი არაფრით, არანაირ დიზაინზე ნამუშევარი, ნუ არაფერი, უბრალოდ ფერები ინთება რაღაცა, თან ბავშვს დროს პატარა რამეს უყიდი რაღაცა Game Boy-ო თუ რა ერქვა, აი პატარა ის რო გიჭირა, ზუსტად აი ეგეთი მონიტორია რა. კაშკაშა ფერები, არანაირი მდიდრული ფერები და ასე შემდეგ, ანუ არაფერი, ციფრულია, მაგრამ ნუ რა ვიცი, აგითხათ ახლა. თაჩი ცოტა ისაა, ჩქარია, ვერ ვიტყოდი რომ ნელია თაჩი. აქაც იმას უბრუნდები რომ რა ამ დიზაინზე როგორ უნდა გაჭედოს, ამაზეც თუ გაჭედა, არ ვიცი მე მაშინ საშინება იქნებოდა. დაბალ კლასში, იაფიან კლასში ესე მიყრილია, თავის ნებაზია მიყრილი, იაფად გაკეთებული. ალბათ რა ვიცი, ფიქრობენ რომ ამაზე რომ დაიხარჯოს რაღაც დიდი დრო, რაღაც გაძვირდება მანქანა. არ ვიცი, ვერ ამოხსენი პირდაპირ გეუბნები. თქვენ თუ ამოხსენით და იცით მიზეზი რატო გვატყუებენ და რატო ხტენიან ამ ჩინურ მონიტორებს იაპონელები, დაწერეთ კომენტარებში და გავითვალისწინებთ. თავარ მაჩვენებლების დაფაზე გადავიდეთ. აქ არის ნახევრად ციფრული, ნახევრად ეს ის არის. 20-21-იანი ეს მანქანა. აი ის არის რა ჯანდაბათ უნდათ მარჯვენა მხარეს სპიდომეტრის მე ვერ გავიგე. ოღონდ მართლა ვერ გავიგე, ანუ თითქმის ციფრულია მთლიანად ეს დისპლეი და აი მარჯვენა მხარეს ეს რაღაცო დატოვებს ვერ გავიგე. ანუ კი იყო პერიოდი, გარდამავალი პერიოდი იყო, რაღაც 14, 15, 16 წლებში მანქანები რო გამოდიოდა, რომ ისიც ჰქონდა და ისიც ჰქონდა. ანუ შუაში ჰქონდა სიტყვა ციფრული დისპლეი, გარშემო აი ტახომეტრი და სპიდომეტრი იყო ხოლმე ეს მექანიკური ისრებით. ამ შემთხვევაში ხო 20-21-ში საერთოდ რაღაცში ჭირდებოდათ აი ეს მექანიკური. მარცხნივ ის არის, აი უყურე. აქ ნახე. ელექტროა, ან ციფრული იქით სპიდომეტრი მიდის იმით, რომ დიდი ის არის. თან დიდი ის არის, გეგონება რამე განსხვავებული იყოს, აი თეთრი არაფრის მომცემი ჩვეულებრივ ის არის მიდის. მთლიანობაში ეხა ხო, რა თქმა უნდა, რო შეხედა გული არაგერევა და ცუდიაო ესე ვერ იტყვი, მაგრამ ნუ უკეთესი შეიძლებოდა, ხო იცი, მომთხოვნები ვართ ეს ქართველები, რაღაცაში ფულს ეგ უკეთესი გინდა რა. კმაყოფილი ქართველი გინახავთ, მე არ მინახავთ. მეც უკმაყოფილო ქართველი ვარ რა. ფერები აქაც ეხა რო გითხრათ განსხვავებული და მდიდრული არა, აი მწვანე და ლურჯი ანათებს, მორჩა დამთავრდა. ეკოლოგიის ფერები. ხო, ზეო იმენა შეირგე დამთავრდა. EV ანთია, ზეო დამთავრდა. მეც ნუ მოვითხოვ. მაგრამ აქ heads-up display-ია დაყენებული, აქაც ზუსტად ორი ფერია, ლურჯი და მწვანე. Power და charging მწვანეზე ის იწენება ეს ჩვენი ავტომობილი, ანუ რეკუპერაციის არის და ნუ power რა თქმა უნდა უკვე გაზის პედალს, აქსელერატორს რომ მივაწვევით, power-ზე რო გადადის, იქ უკვე ხარჯზე გადის რა, ანუ საწავს ხარჯავს და დენის რა თქმა უნდა ეს ელექტროენერგია იხარჯება. მთლიანობაში ცუდი არ არის. საჭეც, აი ძალიან სტანდარტული საჭე. ანუ ეს ყველაფერი მინდა რომ გითხრათ, რომ აი რას გრძნობ, როდესაც ამ მანქანას მარტო ძალიან ჩვეულებრივი საჭე არის. არანაირად არაფრისგან განსხვავებული, ისევ იმას უბრუნდები ეხა. ცუდი და საშინელად მოხსნი და გადააგდი არ არის, მაგრამ ისეთი საჭე არ არის, რო თქვა, რომ აი ეს არ მომეწონა, მაგრამ საჭე მაგარი აქვს. არა, ჩვეულებრივი, არაფრის მთქმელი სტანდარტული ჩვეულებრივი საჭე. რაც შეეხება გვერდს, კარების, აი წინ აბიუკარაც არის. კი, ეხა ამაზეც ეხა ვერ დაიწყებ რა, იმიტომ რომ ამერიკელებიც გვტენიან ამ პლასმასებს, მოდი ვაღიაროთ, აი გერმანელების გარდა ყველა რაღაცა
ჩატენის რა. Საურძლების გათბობა გვაქვს, საურძლების გაგრილება გვაქვს და დანარჩენი უკვე კლიმატი, მექანიკური. მექანიკური ის ხოთაშორის მომწონს ხოლმე. იმიტომ რომ ტვინი არ გებურგა. გადაატრიალე, ჩაერთო, გადმოატრიალე, გაითიშე, ის აღარ გიწევს რა, ის ყურადღების გადატანა. თან მანქანას რო გქონდა რომ გეუბნება ეგრევე რომ ის ამოვარდება ხოლმე ყველა მონიტორზე რომ ეცადეთ ტარების დროს არ უყუროთ მონიტორს, რომ ეს უსაფრთხოებისთვის რაღაცას არ მიეჭყვლინტო. მაგ შემთხვევაში მექანიკური უფრო მარტივია. და ცუდად არ გამოიყურება ეს ალუმინის სტილში აქვს ეს გარედან სატრიალებელის ბერკეტები რაც არის ვიზუალი და ცუდი არ არის. გადმოვიდეთ აქ ჩვენ ხედავთ დიდი ბერკეტი გადასარცველი არ გვაქვს ეს ანუ კულისას რასაც ვეძახით ხოლმე. ღილაკებზე არის ზოგს მოწონს, ზოგს არ მოწონს. მე მაგალითად მომწონს, ანუ იმიტომ რომ არ მაწუხებს დააჭერ ღილაკს და წახვალ და დიდი კლინჯი აღარ არის რა, ანუ აღარ გჭირდება რომ რაღაც იყოს ამოშვერელი, იმიტომ რომ ძალიან მარტივია ღილაკი, მაგრამ ბერს არ მოწონს, ანუ ბერს არ მოწონს ეს ღილაკი და ნუ ეს არის თქვენი გადასაწყვეტი, მოგწონთ თუ არა? ამ აკორდს ესია ღილაკები. სპორტი და ეკონომიის ღილაკი, სპორტს დავაჭერთ, აბა რამე იქნება იცვლება აქ. ერთად ნახოთ. ჩემი კაი. მწვანე ფერებიდან გადავედით წითელზე. ჩემი 212. გაგაკრა? იმენა 212 უბედური ცხენი ყავს, აი 212. იმენა აი ლიმიტი ამ ქუჩაზე არის ლიმიტი რაღაც 40-ით. ვერ აი ჯარიმა მინდა რომ დამეწეროს, აი ვერ ავწდი სპორტში. იმენა ლიმიტს ვერ გადავაჭარბე. პიზდეცი, იმენ ლიმიტს ვერ გადავაჭარ. აი გავთიო ტყუილა ტყუილა ვაღმულებ კი ბატონო. და ივის ღილაკი, ხო, ეს ივის ღილაკი არის სრულიად ელექტროზე, ნუ როგორც თქვი, რაღაც მონაკვეთები არსებობს, რომ ელექტროძრავით გაიარო და გამონაბოლქვი რომ არ გამოყოს ავტომობილმა, მაგრამ ეგეთი ადგილი საქართველოში არ გვაქვს. ამიტომ ეს ღილაკი დაივიწყეთ, საერთოდ ამუშავებთ თქვენი ცხოვრები და ეგეთი ღილაკი საქართველოში არ არსებობს. რამე დახულ შენობაში თუ შეხვალ და ვიღაცას შენი კეთილინებით, შენი კეთილი სურვილით თუ გადაწყვეტ რომ აი ვიღაც არ გინდა გაბუღო, მაგ შემთხვევაში ივს დააჭერ და იგაგორდები. ესეც თქვენებაზეა დამოკიდებული. აქ ეგეთი აკრძალვა არსად არ გვაქვს. ნუ ეს ელექტრო ღილაკი პარკინგის ეგ უკვე სიახლე აღარ არის, ყველა თანამედროვე მანქანას მოყვება, თუმცა არის ისეთი მანქანები დარჩენილი რომ ისევ მექანიკური აქვს, მაგრამ სიახლეში მაგას ვერ ჩავწერ. უზარმაზარი ამ მანქანისთვის უზარმაზარი ესეთი ბარი გვაქვს, სადაც იქ შეგვიძლია პორტები გვაქვს, შევაერთოთ ყველაფერი, ჩვენი გაჯეტები რამე თუ გვაქვს დასატენი. ნორმალურია, მისაღებია, რატომაც არა. მაგრამ ყურადღება მინდა გავამახვილო აი ამ ჩვენ ეგრეთ წოდებულ ჰელის ჩასადებზე, რომელსაც აქვს უჩვეულო ფორმა. უჩვეულო ფორმაში გულისხმობ, რომ არის ოთხკუთხედი, ანუ მრგვალი არ არის, ოთხკუთხედია. კი ბატონო, ეს ქილები არის პატარა ზომის, თუმცა აქ იმხელა სივრცეა, აი ოთხკუთხედ ბოთლებში რო იყიდება ხოლმე წყალი და ალოეს წვენი და რა ალოე როა ჩათრელი, ზუსტად აი ეგეთი ბოთლის ჩასადები, ეს ჭიქის ჩასადები, ანუ ვერ უწოდებ ამას ჭიქის ჩასადებს. უზარმაზარია, ოთხკუთხედი, აი რა ვიცი, აი რა შევადა რო არ ვიცი, აი საყვარელ დარწმუნებული ხარ რომ პირველი ვარ შენთვის, აი ზუსტად ეგ არის რა. კი, ზურფასო რო გეუბნება ზუსტად ეგრეა. რაღაცაშია საქმე, აი ანუ ესეთ რაღაცა რო ხდება, უნდა დაფიქრდე. ანუ რაიდო მანამდე აუცილებლად უნდა დაფიქრდე. აქ სათვალის ჩასადები სხვათა შორის. ბალადოთ. აი რატო ამ სათვალის ჩასადებზე ესე ვარ? აქ გვაქვს სათვალის ჩასადე. გავამეოროთ. რატო იცი რომ ანუ სათვალის ჩასადეს თუ დაატარებ ხშირ შემთხვევაში გეზარება ხოლმე რომ ეგ სახლიდან ჩამოიტანო, ნუ რავი ხა მე ეგრე ვარ ხა რამოდენიმე სათვალე რომ მაქვს, აი ის ჩასადებში რომ მიდეს იმ ჩასადები დავატარებ ხოლმე და აი მეზარება ჯიბეში ჩადება, აი ჩანთავ უნდა აიღო მაგისთვის სპეციალურად და მანქანას სათვალის ჩასადები აქვს, იმას აღარ ჩალიჩობ რომ უხეში სათავსოდან, ანუ ბარდაჩოქს უხეში სათავსოდან დავარქვით, ვინც არის, ვინც ახლები ხართ უხეში ტეზრევის არხზე, აი იქ გადაწიე, გადმოწიე ისკენ მოიხსენი, ჩადე და всё შეინახე რა, აღარ გიწევს სა ზედმეტი ჩალექი და წინდა უკან რომ სათვალის ჩასადები იპოვა, ეს ისიაგდებს სათვალის პირდაპირ უნდა გიკეთდებოდეს სახეს. არ რო გახსნა შეუშვიო და ეგრევე დაგეცემა ის და რაღაც თესლი მუსიკა უნდა ედებოდეს ევიდან. სავარძელს სულაც არ გამოიყურება, ანუ სულაც არ გამოიყურება, დეპრესიაში არ ჩაგაგდებთ, მაგრამ სიხალისე და ახალი ცხოვრება და ახალ საფეხურზე ვერ გადადიხარ ამ მანქანას რო ყიდულობ. მაგრამ მოდი მარტივად შევაფასოთ. მომწონს თუ არა ამ მანქანის მართვა, ტარება და ამ მანქანაში ყოფნა? კი, ანუ მართლა ვიზახი, მომწონს, არის რბილი, კომფორტულია მინდა გითხრათ, დაკიდების სისტემაც რავი, საკმაოდ კომფორტულია.
ორმაგი შუშები აქვს. ძრავის ხმა არ გაწუხებს, ეხლა ჩვეულებრივად რომ დავდივართ, ძრავის ხმა არ შემოდის. საკმაოდ ჩუმი მანქანაა. მაგრამ თუ გვინდა რა ეხლა მაგალითად ტრასაზე ვართ, ხო და მინდა რომ აი რაღაც გავიდე ამ გონზე ან ცოტა ჩქარა წავიდე. მოდი დავაჭიროთ გაზის პედალს და ვნახოთ რა სიზავს. ანუ აი გეცოდება უბრალოდ არ გინდა რომ აწვალო, აი გეცოდება, მაგრამ ესეთ მანქანებს ეს ახასიათებს, ანუ ეს პირველი არ არის და არც უკანასკნელი. მაგრამ ანუ ცხენის ძალა აკლია, ანუ სიმძლავრის ნაკლებობას ნამდვილად განიცდა ეს სპორტში გადავიდა. მოდი აღიარე რომ მკვდარია. აი ხო, ნუ ეგ არის განიცდის როგორ აიცი, აი ბოლო ამოსინთვაზე, აი კი, და სპორტში, აი ბოლო დიხანიაზეა უკვე. 105, 110, 115, 120. ანუ რავი და რამდენი გავიდა იმენა, რავი, ერთი წუთი გავიდა. გეუბნები რომ მოინდომო მეთქი, აი ბათუმშიც რომ დააწვე, ალბათ იმ სიჩქარის ლიმიტს ვერ აცდები. ან ჯარიმა ვერ მოგივა ამ მანქანაში. ან ძალიან უნდა მოინდომო, რომ ამ მანქანით რაღაცა ქნა. ბიჭო, დრაგით გაზომვა არ გინდოდა 100-200? 0-დან ხვალემდე ჩქარდება ზეგ. ტრადიციად გვექცათ ეძრავის ბოლოს ვისოლზე უნდა შემოვიაროთ, აუზი ავავსოთ და ისე წავუყვანოთ ავტომობილი პატრონს. მაგარი ინფორმაცია მაქვს თქვენთვის, იმიტომ რომ წელს ვისოლი გახდა 25 წლის, ბანერზე წერია თქვენ უკვე ნახეთ. ამიტომ ყოველ თვე წლის ბოლომდე 25 რიცხვში გექნებათ 25 თეთრიანი ფასდაკლება წლის ბოლომდე. რა თქმა უნდა, აპლიკაცია გადმოწერილი უნდა გქონდეთ, უმარტივესია App Store-დან გადმოიწერთ ვისოლის აპლიკაციას, გაატარეთ და თქვენ გექნებათ ყოველ თვე 25 რიცხვში 25 თეთრიანი ფასდაკლება. ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენ ვათამაშეთ 200 ლიტრს საწვავს, თვის ბოლოს გათამაშდება. 2 ვიდეოს ავარჩევთ, იმ 2 ვიდეოდან 2 გამარჯვებულს გამოვავლენთ და ვისოლისგან თქვენ გადმოგეცემათ 200 ლიტრის საწვავი. თითო გამარჯვებულს 100 ლიტრის სუპერი, მეორე გამარჯვებულს კიდევ 100 ლიტრის საწვავი. იაქტიურეთ მხოლოდ და მხოლოდ არხი უნდა გქონდეთ გამოწერილი, ვიდეო დალაიქებული და ვიდეოს ქვეშ დაკომენტარებული. დააკომენტარეთ ყველა ვიდეოზე და ჩვენ ავარჩევთ ვიდეოს. და ძალიან მარტივად მოხვდებით ამ გათამაშებაში. მართალია ამ მანქანაში ბევრი საწვავის ჩასხმა არ გვიწევს, უნდა ძალიან ცოტა სწავს, მაგრამ მაინც ჩავამატებთ და გადავალთ ვიდეოს დასასრულისკენ. შეჯამებაზე, წავედით. მისაუცი ბარათები რო იყო ხოლმე, ხო იცი, მუსიკა აკლია, რამე ჯინგლ ბელს ან რაღაც უნდა ირკვევოს. ბავშვობაში რო ქონდა ხოლმე მისაუცი, აი ზუსტად ეგრე ინთება ეს ფარები. დასკვნით ეტაპზე უნდა გადავიდეთ, ეხა ბოლომდე განვიხილოთ ეს ავტომობილი, იმიტომ რომ დაგვრჩა საბარგული უკანა სივრცე და ძრავის განყოფილებას ჯერ კიდევ არ ჩავხედეთ. მოდი წინიდან დავიწყოთ და უკან გადმოვინასვოთ. აჰა, იაპონი, აი როგორ უნდა მიხვდე რომ იაპონურ მანქანას იღებ რა, აი ეს საიტავ იყო ეხა. ჩემი ამას შეხედე პროსტა ფორმაზე იკაიფე, ანუ აი ესეთი დაკლაკნილი რკინა მე ჯერ არ მინახავს, აი მართლა არ მინახავს. გეგონება დვიჟოკი არისო და აი აქედან უნდა გავუყაროთ თითი ამოქოქო, უნდა ამუარტყა ესე, მაგრამ დვიჟოკი არ არის. ესე იგი ეს არის 4 ცილინდრიანი ძრავი, რომელიც ელექტრო ძრავთან ერთად გამოიმუშავებს 212 ცხენის ძალას. აი 212 ცხენის ძალა როგორია ის? ანუ 210 ყოფილიყო, ანუ 220 იყო, აი 12-ის დედავატირე იმენა. ეგ ციფრები ხო ცუდად ჟღერს, მაგრამ 314 ნიუტონი აქვს, ანუ მაბრუნებელი ძალა. აი 15 დაწერე რა, ვინ შეამოწმებს იმ ერთს, ანუ დააგდე რა, არა 314, ან 15 ვერ გახადეს, 14-ია. ერთი სიტყვით ეს 4 ცილინდრიანი ძრავი 2-დან 2 რაღაც ცოტა უფრო გონია რომ მეტი უნდა კონდეს სიმძლავრე, იმიტომ რომ მაინც 2-დან 2-ია. პლუს მაგას ელექტროძრავიც აქვს და ანუ რავი, ცოტა მეტი უნდა კონდეს, მომენტ რატო არ უნდა კონდეს, ხო? ეს რო ატმოსფერული ძრავი ყოფილიყო და ეს ელექტროძრავებიც რომ მოვაშოროთ და ყველაფერი მოვაშოროთ, 200 ცხენი მართლა მაგარი შედეგია, ანუ ეხა კარგი
ჩვეულებრივი ავტომობილი იქნებოდა, მაგრამ აი ამდენი რაღაც ტექნოლოგიები როა გაძეგლი, ტექნოლოგია რო არის, რაღაც თითქოს, რავი, 300 რატო არა რა, ვერივლიდა თუ რა, ანუ შეუშლიდა ხელს, არ შეუშლიდა. ნუ კაი დავანებოთ, რაც არის ეს არის. მე უბრალოდ ვალდებული ვარ ეს ციფრები მოგაწოდოთ. თქვენ შეგიძლიათ დაგუგლოთ, სხვა ვერსიებიც არსებობს, არაჰიბრიდები და ნახოთ აარჩიოთ თქვენთვის სასურველი. თუმცა მე იმიტომ ავარჩიე დღეს ჰიბრიდი, რომ ალბათ თუ ესეთი მანქანის ყიდვა არის, მაინც ჰიბრიდს ავირჩევდი ყველა ვარიანტში. ნუ ავტომატური გადაცემათა კოლოფი დაყიდების სისტემას კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ეს რაღაცა ზე განსაკუთრებული დაყიდების სისტემა არ აქვს, მაგრამ ძალიან რბილია და მომეწონა და კმაყოფილი ვარ მაგ ყველაფრით. მონაცემებიც ნორმალურია. ჩემი გადმოსახედიდან ცოტა ნელია, მაგრამ რომელი ჰიბრიდი არის ჩქარი, რაც გადაგვიღია. ანუ არაფერი პრიუსის ნელია, SS ნელია, Camry-ს ნელია და სხვა დანარჩენი ჰიბრიდებიც, ჩვეულებრივი დაბალი იაფასიანი დაბალი კლასის ავტომობილები, ყველა ნელია. ამიტომ მაგალითად წიხლი არ ჩავაჭიროთ. აბა. ხო, ძალიან დიდი სივრცე არ არის. მინდა გითხრათ, ძალიან დიდი სივრცე არ არის. სივრცეში გულისხმობ იმას, რომ მე ჭერთან, აი ხა რო ვზივარ, აი ეს ცოტა და ну აი თმები ჩემი დაბალი თმები ცოტა ეხა ხო იმუხტება ხო ეს თმები რო იწევა აი ეგრე უგზნობ ხა ჭერს ცოტა თავს ვადებ წინაც ეხა სავარძელი ახლოს არის ჩემ ფეხებთან ძალიან ახლოს არის ну აუ ეხა ეს ავტობუსში ხო ვზივარ ანუ ცოტა რომ მოვითენთო ну მუხს ვადებ წინა სავარძელს ეგეც ну დიდად არ მომეწონა პატარა არ არის მაგრამ უფრო მეც მოველოდებოდი იმიტომ რომ Camry-ში მახსოვს უფრო ბევრი იყო ადგილი Fusion-შიც ცოტა არ იყო ადგილი. მახსოვს რომ Fusion-შიც კარგად იყო ადგილი და Fusion შეგვიძლია შევადაროთ ამ მანქანას, იმიტომ ისინიც ჰიბრიდებია, plug-in ჰიბრიდები არის და ზომაშიც ერთი და იგივეა და Fusion სხვათა შორის ვაქევადიდე. მახსოვს ერთ-ერთი კოლოფში აუცილებლად Z-ი უნდა ცვალოთ, როგორც კი შეიძლება. არ იყო Fusion-ი ცუდი მანქანა. Camry-ც არ არის ცუდი მანქანა, მაგრამ ის ჰაიპი, რომელიც გამოწვეულია Camry-ს გარშემო, ну რა მე ვერ აღვიქვა, არ ვიცი, ქართველებს გიყვართ Camry, მაგრამ მე რაღაცა ვერ გიждები, ანუ არ ვიცი, დიდად ეხა ახთოვანებული არ დავჭი, იმიტომ რომ მეგონა რომ ხელში შემომეფშყუნებოდა ეგ მანქანა არ ვიცი ეგეც დაბეჭდება სტოვები და უკან რა გვაქვს სტანდარტულად აქ პატარა ბოთლის ჩასადები ელექტროშუშები და მოიცადე აქ რა არის სავარძლის გათბობაც გვაქვს უკანა სავარძლებისგან მეც მოველოდებოდი სავარძლებისგან რა სივრცისგან მაგრამ საბარგული არ გაგვისრუებს იმედეს ხა დარწმუნებული ვარ გამისროა უკვე აიხადე რა დედა საბარგულში რა ხდება საბარგული ეხა ეს საკმაოდ მისაღები ზომის არის, ანუ საკაიფო ჩაეტევა ყველანაირი ბარგი. რავი, საბარგული სივრცე არის. ბარგის ჩაეტევა და რომელიმე წიხლთოს ჩატენი ვიღაცას, ანუ და დააფარებ, ანუ მაგაში პლუსი. საბარგულის გამო შეიძლება ცოტა შევიწროებულია შიგნით ყველაფერი, მაგრამ აი მაგრად ჩაწეხლა აქ ვიღაცას და აქედანაც ჩამოაფარებ რა. იმას აღარ დაელოდებია დააჭიო ეგრევე და დაახეთქებ. ეხა შევაფასოთ, რას ფიქრობ? მე ამ მანქანაზე Honda Accord-ზე. აუ, არ დაგიმალავთ და მართლა მაგრა დამევასა და გეტყვით რატო დამევასა. წლოვანება კარგი აქვს, 2021 წლის მოდელია. ვიზუალურად კარგია. ერთადერთი იმას ვიტყოდი, ჩემი რჩევა პატრონსაც ვეტყოდი, რომ აი ცოტა ზედმეტი რაღაცები აქვს ამ მანქანას. აი ცოტა Alibaba Edition-ს მსგავსება, ეს ჩემი პირადი აზრია, არ არის აუცილებელი ყველა დამეთანხმოთ, მაგრამ ვინაიდან ეს არის ჰიბრიდი, უფრო სადა და ელეგანტურობა მოუხდებოდა ჩემი აზრით. აი ეს არის უფრო აი ესეთი რაღაცები არის უფრო აი სპორტული მანქანისკენ რა რაღაც რავი სპორტულ მანქანაზეც ბევრზე არ მოწონს, მაგრამ უფრო სპორტულ მანქანებს შეეფერება. ესეთ მანქანას შეეფერება უფრო აი რაღაცა დასტოინობა, ანუ ელეგანტურობა, იმიტომ რომ ზომაში ესეთია მოგზო მანქანა, თან ეს შავია კონკრეტულად, შავ დისკებზე და უფრო დაგდებული სვიდი აქვს და ელეგანტურობა უფრო მოუხდებოდა. სირბილით რბილია, ჩვენ ვიარეთ, წერს 5 და 1 წვას, ანუ რაც ძალიან კარგია, ანუ 5 ლიტრი და თუნდაც 5.5 დაწოს ამ მანქანა, ანუ ძალიან მისაღებია ამ ზომის ავტომობილისთვის 6 წვა, 100 კილომეტრზე 5 ლიტრს წვავს, რავი, კარგია. ანუ დიდი პლუსი, ეხა 3 ლიტრს ვერ დაწვავს, იმიტომ რომ საიდანაც არ უნდა შეხედო, ცოტა დიდი ზომის ავტომობილია. წვა კარგი აქვს, წლოვანება კარგი აქვს, ვიზუალი ვიძახი რომ აი ამ კლასში ჰიბრიდებში ძალიან მაგარი ვიზუალი აქვს, აი ცხვირი იმენა დამევასა. რავი, ძალიან ბევრი ქებადიდება დაიმსახურა და მე ვთვლი რომ იმსახურებს კიდეც. ეხა ეს მანქანა შეგვიძლია ბევრ ჰიბრიდს შევადაროთ, იგივე Fusion-ი გავიხსენე, იგივე Camry გავიხსენე. ეგ არის გემოვნების ამბავი. Fusion-ს აქვს ის პლუსი, რომ შეიძლება ცოტა ოდნავ წლოვანებით ძველი იყიდო და გაცილებით იაფად.
Camry საქართველოში და ზოგადად Toyota, ну, რავი, ფას არ კარგავს, ეგ პლუსი აქვს იმ Camry-ს. Fusion-ის პლუსია, რომ იაფად იყიდი, Camry-ის პლუსი არის, რომ რო იყიდი, შეიძლება იგივე ფასად გაყიდო და ამის პლუსი ფასში მე დიდად ვერ დავინახე და გეტყვით, ამ მანქანას ძალიან ბევრი პლუსი აქვს, მაგრამ ფასი არ მომეწონა. დაახლოებით 17-18,000 დოლარი ჯდება ამ მანქანის შეძენა, რაც ისეთია რა, ანუ ბევრი მანქანის შეძენა შეგიძლია მაგ ფასში, ანუ ჰიბრიდისაც. და არა ჰიბრიდისაც. ეგ არის უკვე თქვენ გემოვნებაზე, ესეთი მანქანები ფასდება, რა თქმა უნდა, გარბენით, ჩემი აზრით და ფასდება წლოვანებით. რაც უფრო ახალია, კი, შეიძლება ბევრი მანქანა მოგდიოდეს ძველი, ბევრად რაღაც კარგი, მაგრამ მანქანის ფასი იწყება, რა თქმა უნდა, რაც შეიძლება ახალი უნდა იყოს. ამ ვიდეოს მერე თქვენს თუ მოგეწონათ და ფიქრობთ, რომ ესეთი ავტომობილი უნდა შეიძინოთ, მაგრამ საქართველოში გადახედეთ ვარიანტებს და თქვენთვის სასურველი ვერ შეარჩიეთ, ან უფრო იაფად გინდათ შეიძინოთ, თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ კავკასიის ავტოიმპორტს. გარანტირებულად რისკების გარეშე შევინებენ კოპარტის ოფიციალური პარტნიორია კავკასიის ავტოიმპორტი და მიმართავს და ყველანაირად დაგეხმარებიან. ფერით შეარჩევთ, დაზიანებით შეარჩევთ, გარბენით, წლოვანებით და გაცილებით იაფად, იმიტომ რომ თქვენ ვინაიდან იქ არჩევთ ავტომობილს და დრო ჭირდება, ყველა ვარიანტში ფულსაც მოიგებთ. ერთი სიტყვით, თუ მოგეწონათ ეს ავტომობილი და გინდათ შეძენა, იცით ვისაც უნდა მიმართოთ. ჩვენ ძალიან ბევრი ავტომობილი ჩამოვიყვანეთ კავკასიის ავტოიმპორტის მეშვეობით და სიურპრიზი ჯერ არ დაგხვედრია. ამიტომ რეკომენდაციას რა თქმა უნდა უწევ. ყველა იძახის რომ გამძლეა, მაგრამ მე ვიტყოდი რომ ეს არის ფანრიანი Nokia ნომერი 2. გამძლე იმიტომ არის რომ არ არის გაძეძგილი რაღაც თანამედროვე ტექნოლოგიებით, კი, ის საბაზისო, ანუ ის base უსაფრთხოება და ის ყველაფერი აქვს, რა თქმა უნდა აკმაყოფილებს ყველანაირ მოთხოვნებს, მაგრამ ამ მანქანებში არ არის აი მომავლის ტექნოლოგია ჩადებული. ამიტომ გინდა არ გინდა ის რაღაცები ვერ გაფუჭდება და ის გამოცდება რაც გქონდათ ერთი და იგივე მანქანებს უშვებენ. კი, გამძლეა, ვეთანხმები ყველანაირად იმ ხალხს, ვინც იძახის რომ ეს მანქანა არის გამძლე. ასევე გამძლეა ფანრიანი Nokia. ერთი ფანარი აქვს და რეკავს, რავი, ჩვეულებრივად ლაპარაკობ. აქაც შეგიძლია ჩაჯდე, იმოძრაო, იარო, მაგრამ ამ მანქანით ვერ იბლატავებ. დღეისათვის სულ ეს იყო, საბოლოოდ შეგახსენებთ, რომ გათამაშება გრძელდება ვისოლისგან, ანუ ჩვენი უხეშ ტესტ-დრაივის არხზე გათამაშდება 200 ლიტრის საწვავი, გვეყოლება 2 გამარჯვებული, რომლებიც გახდებიან 100 ლიტრის მფლობელები. როგორ მიიღოთ მონაწილეობა ამ გათამაშებაში? ძალიან მარტივი, არხი გამოიწერეთ, ჯერ კიდევ თუ გამოწერილი არ გაქვთ და კომენტარეთ, ნებისმიერი კომენტარი. ჩვენთვის ბოლოს ავარჩევთ 2 ვიდეოს და გამოვავლენთ 2 გამარჯვებულს. დღეისათვის სულ ეს იყო, დაგემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე. წავედით.